მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ პიტერ თილის საკულტო წიგნზე ნულიდან ერთამდე, მაგრამ იცით, ეს არაა უბრალოდ მორიგი ბიზნეს წიგნი, ეს უფრო ფილოსოფიაა. გზამკვლევი თუ როგორ უნდა შევქმნათ მომავალი და არა უბრალოდ დაველოდოთ მას. და მოდით პირდაპირ იმით დავიწყოთ, რითით თვითონ პიტერ თილი იწყებს. აი ის კითხვა, რომელსაც ის ყველაზე ხშირად სვამს გასაუბრებებზე. კარგად დაფიქრდით, იმიტომ რომ თქვენს პასუხში შეიძლება იმალებოდეს წიგნის მთავარი სათქმელი, როგორ დავინახოთ ის, რასაც ყველა დანარჩენი გამოხმარვია. ხო, ერთი შეხედვით მარტივი კითხვა არაა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის გასაღები. გასაღები იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ ამ შაბლონურ აზროვნებას და ვიპოვოთ სრულიად ახალი შესაძლებლობები. ვინც იქნებ თქვენი პასუხი სწორედ თქვენი შემდეგი დიდი იდეის დასაწყისია. კარგი, ახლა გადავიდეთ თილის ერთ-ერთ მთავარ ფუნდამენტურ იდეაზე. ის ამბობს, რომ არსებობს პროგრესის ორი აბსოლუტურად განსხვავებული გზა და სწორედ ეს ორი გზა აყალიბებს მთელ ჩვენს სამყაროს. აი შეხედეთ. ერთი არის ჰორიზონტალური პროგრესი, რასაც თილი უწოდებს 1-დან n-მდე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გლობალიზაციაა. ანუ ვიღებთ იმას, რაც უკვე მუშაობს, ვთქვათ, smartphones და ვავრცელებთ მთელ მსოფლიოში. მეორე კი, აი ესაა ყველაზე საინტერესო, ვერტიკალური პროგრესი, ანუ 0-დან 1-მდე. ეს არის ტექნოლოგია. როცა ქმნი რაღაცას, რაც აქამდე უბრალოდ არ არსებობდა. და აი ეს მაგალითი ყველაფერს ხსნის, არა? ერთია, როცა უკვე არსებულ საბეჭდ მანქანის აკოპირებ 100-ჯერ. და სულ სხვა, როცა ამ საბეჭდი მანქანის ნაცვლად ქმნი ტექსტურ პროცესორს. ანუ ერთი არის გამრავლება, მეორე კი რევოლუცია, ტრანსფორმაცია. თილს მთავარი საშიშროებაც ესაა. თუ ჩვენ მხოლოდ კოპირებით ვიქნებით დაკავებული, ახალი ტექნოლოგიების გარეშე საბოლოოდ დედამიწის რესურსებს უბრალოდ ამოვწურავთ. ამიტომ ნამდვილი პროგრესისთვის აუცილებელია სწორედ ეს ნახტომი 0-დან 1-მდე. კარგი, ახლა მოემზადეთ. მივადექით წიგნის ალბათ ყველაზე შოკის მომგვრელ, ყველაზე პროვოკაციულ იდეას. თილი პირდაპირ ამბობს იმას, რაც ბიზნესის სამყაროში თითქმის მკრეხელობად ითვლება. კონკურენცია არის დამარცხებულებისთვის. დაფიქრდით ამ სიტყვებზე. ანუ, რას გვეუბნება თილი? იმას, რომ წარმატების საიდუმლო სხვების დამარცხებაში კი არა. რაღაც ისეთი უნიკალურის შექმნაშია, რომ კონკურენცია უბრალოდ აზრს კარგავს. როცა კომპანიები გამუდმებით ერთმანეთს ებრძვიან ფასებით და მცირე უპირატესობებით, ისინი იმდენ ენერგიას ხარჯავენ, რომ მოგებაც მცირდება და, რაც მთავარია, ინოვაციისთვის დრო და რესურსი აღარ რჩებათ. ოღონდ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გავიგოთ, როცა თილი ამბობს მონოპოლიას, ის არ გულისხმობს იმ ბოროტ ყველას მჩაგრავ კომპანიას, რომელიც ფასებს ხელოვნურად ზრდის. არა, ის საუბრობს შემოქმედებით მონოპოლიაზე. საუკეთესო მაგალითი Google. ის მონოპოლისტია საძიებო სისტემებში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმეს ებრძვის, არამედ იმიტომ, რომ შექმნა პროდუქტი, რომელიც იმდენად კარგია, რომ სხვები უბრალოდ ახლოსაც ვერ მიდიან. კარგი, გასაგებია, მონოპოლია კარგია, მაგრამ თავარი კითხვა, როგორ ვქმნით მას? საბედნიეროდ თილი ამ კითხვას უპასუხოდ არ წოვებს და გვთავაზობს ძალიან კონკრეტულ 4 ნაბიჯიან სტრატეგიას. აი ეს 4 რამ არის მონოპოლიის საყრდენი. პირველი და ყველაზე მთავარი საკუთარი უნიკალური ტექნოლოგია. რაღაც რაც სხვებს უბრალოდ არ აქვთ. მეორე ქსელური ეფექტი. ეს რას ნიშნავს? რაც მეტი ადამიანი იყენებს შენს პროდუქტს, მით უფრო სასარგებლო ხდება ის ყველასთვის. კლასიკური მაგალითია Facebook, ხო? მესამე მასშტაბის ეკონომია. ანუ შენი ბიზნესი ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ზრდასთან ერთად ხარჯები პროპორციულად არ იზრდებოდეს და ბოლოს ამ ყველაფერს კრავს და აგვირგვინებს ძლიერი ბრენდი. და აი იმ პირველ პუნქტს ტექნოლოგიას რომ დაუბრუნდეთ, თილს აქვს ოქროს წესი. უბრალოდ ცოტა უკეთესი არ კმარა. თქვენი პროდუქტი უნდა იყოს სულ მცირე 10-ჯერ უკეთესი, ვიდრე უახლოესი ალტერნატივა. 10-ჯერ. რატომ? იმიტომ რომ მხოლოდ ასეთი დრამატული უპირატესობის შემთხვევაში იტყვის მომხმარებელი უარს ძველ ჩვევებზე და გადმოვა თქვენთან. ეს მონოპოლიის ძიების იდეა ძალიან გავს ერთ კანონს, რომელიც ვენჩურული ინვესტიციების სამყაროში მოქმედებს. ამას ძალაუფლების კანონი ქვია. და რას ნიშნავს ეს? წარმოიდგინეთ, ინვესტორი ფულს დებს 20 სტარტაპში. დიდი შანსია, რომ 19 მათგანი ან გაკოტრდეს, ან უბრალოდ საშუალო შედეგი აჩვენოს. მაგრამ ის ერთი მე-20 კომპანია იმდენად წარმატებული გახდება, რომ მისი მოგება ყველა დანარჩენი 19-ის წაგებას გადაფარავს და ზემოდანაც ბევრს მოიტანს. აი ეს სქემა ზუსტად ამას გვიჩვენებს. ხედავთ? ერთი კომპანია, ის, რომელმაც ნამდვილი ნახტომი გააკეთა, 0-დან 1-მდე, თავისი ღირებულებით ბევრად აღემატება ყველა დანარჩენს ერთად.
ამიტომ თილის გაკვეთილი მარტივია. ნუ გაფანტავთ თქვენს ძალისხმევას ბევრ საშუალო იდეაზე. იპოვეთ ის ერთი განსაკუთრებული იდეა და მთელი თქვენი რესურსი და ფოკუსი სწორედ მას მიუძღვენით. კარგი, მაგრამ საიდან მოდის ეს იდეები? როგორ პოულობენ ასეთ კომპანიებს? თილს პასუხი ძალიან საინტერესოა. ის ამბობს, რომ ყოველი დიდი ბიზნესი რაღაც საიდუმლოზეა აგებული, ანუ ისეთ მნიშვნელოვან სიმართლეზე, რომელიც ან მივიწყებულია, ან სრულიად უცნობი. და მისი აზრით არსებობს ორი ტიპის საიდუმლო. პირველი, ბუნების საიდუმლოებები, ანუ რაღაცები ფიზიკურ სამყაროზე, რაც ჯერ არ აღმოგვიჩენია. მეცნიერება, ფიზიკა, მეორე ტიპი კი ადამიანების საიდუმლოებებია. ანუ რაღაცები, რაც ადამიანებმა საკუთარ თავზე არ იციან, ან იციან, მაგრამ არ აღიარებენ. სწორედ ასეთი მიმალული საიდუმლოებების პოვნაზე და აშენებაზე დგას ყველა დიდი რევოლუციური კომპანია. და ბოლოს, მოდით ეს ყველაფერი ერთად შევკრათ. ყველა ეს იდეა ნულიდან ერთამდე, მონოპოლია, საიდუმლოებები, საბოლოოდ მიდის ერთ მთავარ საკითხამდე. როგორ ვუყურებთ ჩვენ მომავალს? თილი აქაც ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს. ერთია განუსაზღვრელი ოპტიმიზმი, რომელიც თილის აზრით დღეს მსოფლიოში დომინიებს. ეს არის ზოგადი განცდა, რომ მომავალი რაღაცნაირად თავისით უკეთესი იქნება, მაგრამ არ გვაქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ. მეორე მხარეს კი არის განსაზღვრული ოპტიმიზმი. ეს არის რწმენა, რომ მომავალი იქნება უკეთესი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, გვაქვს ხედვა და ვაპირებთ, რომ ეს მომავალი ჩვენივე ხელით ავაშენოთ. ასე რომ, საბოლოო ჯამში თილის მთავარი მესიჯი ეს არის: მომავალი არ არის რაღაც, რაც უბრალოდ გვემართება. მომავალი არის ის, რის შექმნაც ჩვენ შეგვიძლია. ეს წიგნი კი არის პირდაპირი მოწოდება მოქმედებისკენ. გაუბედოთ ვიფიქროთ სხვებისგან განსხვავებულად და ავაშენოთ რაღაც ახალი, რაღაც ნულიდან. და საბოლოოდ კითხვა ისევ ჩვენ გვიბრუნდება: რომელ მომავალს აირჩევ შენ, რომ ააშენო?